მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები და სტუდიაში ტრადიციულად ამ თემაზე სასაუბროთ მოწვეული ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით, ბატონო გიორგი და მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით. მაყურებელს შევახსენებთ, რომ წინა გადაცემებში ჩვენ ვისაუბრეთ აბრაამამდე ჩვენი ბიბლიური პიროვნებების შესახებ, ყველაზე აი ამ ჩვენი გადაცემისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი ადგილები მათი ცხოვრებიდან შევარჩიეთ და განვიხილეთ თუ რა შეიძლება ეწოდოს არჩევანი გზაგასაყარი, რომელსაც შემდგომში ესეთი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ბიბლიურ ისტორიაში. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ აბრაამის შესახებ. აბრაამი გამოვიდა ქალდეველთა ურიდან და მიდის აღთქმულ ქვეყანაში. ჩვენ ვთქვით, რომ აბრაამს აქვს გაკეთებული არჩევანი უკავშირდება იმას, აღყვეს თუ არა გარემო მოვლენებს და კონდეს თუ არა ესეთი მიჯაჭვულობა იმ თავარი საყრდენებისადმი, რომელიც ადამიანს ზოგადად ცხოვრებაში უქმნის უსაფრთხოებას, თუ გაჰყვეს ღვთის გამოცხადებას, ღვთის კურთხევას და წავიდეს გზით, რომელიც სად მიიყვანს მან ცხადად არ იცის. და აი აბრაამი აკეთებს ამ არჩევანს, ეს არის მისი გზაგასაყარი, მისი არჩევანი და ჩვენ აი აქედან გვინდა გავაგრძელოთ თხრობა. გიორგი, აბრაამის გამოსვლა და მისი უმთავრესი ცხოვრებისეული ადგილები მოთხრობილი არის მის ძმისშვილთან ერთად. მისი ძმისშვილი ლოთი, რომელიც მასთან ერთად არის, უმნიშვნელოვანესი ფიგურა არის, მისი ცალკე განხილვაც შეიძლება მისი ცხოვრებისა, თუმცა აბრაამთან მიმართებაში, აბრაამთან კავშირში განსაკუთრებული სახე არის. და აი, ვთქვათ, ამ ლოტსაც აქვს თავისი არჩევანი. გასაკეთებელი, თავისი გზაგასაყარი აქვს. ხშირად ეს იკვეთება აბრაამთან, თუმცა აი, როგორც ვთქვი, მისია ეს არჩევანი და აი ამის შესახებაც რომ გავშალოთ თემა. კი, აბსოლუტურად მართავს ვზანებთ. ლოტს არჩევანი უჩნდება მაშინ, როდესაც აბრაამი იწყებს ახეტიალებას მამამისის სახლიდან. ლოტს მამა გარდაცვლილი ყავს, მაგრამ ცოცხალი ყავს ორი ბიძია, მამის ორი ძმა, ერთი აბრაამი, მეორე ნახორი. აბრაამი მოდის, მაგრამ ლოტს შეუძლია დარჩენა. არა, ლოთი მიყვება. აქ უკვე ლოთის არჩევანი არის კარგად გაცხადებული. ლოტს აქვს განცდა, რომ ის გზა სწორედ საჭირო გზა, რომელ გზაზეც აბრაამი წავა და არა ის გადაწყვეტილება, რომელ გადაწყვეტილებასაც მოგვიანებით მიიღებს აბრაამის მეორე ძმა. ლოთის აბრაამთან ერთად ახეტიალება გვიჩვენებს ლოთის სულისკვეთებას. ის მიყვება იმ რწმენას, არწმენით არჩევანზეც გადის აბრაამი. ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ აბრაამის ცხოვრებაში სამი რამ უკვირდა და თუ ვინმეს უკვირდა ლოტსაც. ლოთისათვის გაუგებარი იყო ბიძამისის აი ასეთი მიგრაცია, ასეთი სახის მიგრაცია, ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ეს ეპოქა ზოგადად სემიტური ტომების მიგრაციით ხასიათდება, შორი მიგრაციით, მაგრამ აბრაამის ახეტიალება არსებითად განსხვავდება იმით, რომ ის რაღაც ტალღას არ მიყვება, ცალკე მიდის. და ეს გამოცალკევება ლოთისათვის საკვირველი უნდა იყოს, არ ხდება ასე საერთოდ. და როდესაც ვამბობთ, რომ ლოთი გაყვა აბრაამს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოთი იზიარებს იმ რწმენას, ლოთი მიყვება იმ ჭეშმარიტ გზას, ასაც აბრაამი დადგა. ლოთისათვის კიდევ საინტერესოა ის დამახასიათებელი, რომ ლოთი აბრაამთან ერთად აღასრულებს ღვთისმსახურებას. ღვთისმსახურებას აბრაამი აღასრულებს, მაგრამ ლოთი განზე არ დგას, მასთან ერთად არის. როდესაც გამოცხადება აქვს აბრაამს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მიწა მისთვის და მისი მოდგმისთვისაა მიცემული და პლუს ამას ნათქვამია, რომ
მისგან გამოვა ვიღაცა, რომლისაგანაც უკვე არაერთი ოჯახი, ერთი მოდგმა, ერთი გვარი, ერთი ხალხი, არამედ სოფლიოს ყველა ხალხი იქნება კურთხეული, ანუ მესიანური აღთქმა მიცემული. ეს ყველაფერი გასაგებია ლოთისათვისაც. ეს ყველათვისაც არის იმის მანიშნებელი, რომ ეს არის ის მამა, რომლის გვერდითაც უნდა იდგე. ეს არის ის წიაღი, რომელშიც ყოფნა უდიდეს წყალობად არის შენთვის გაცხადებული. და ლოთი ა ブラ ამს მიყვება როგორც მიშვილი, არამედ როგორც უკვე შვილი. ბოლომდე მორჩილი მამამთავარ ა ブラ ამის. ლოთი უყურებს ა ブラ ამის ცხოვრებას, ცოცხლად უყურებს, ამას ცოცხალი მაგალითი აქვს. მაგრამ ხშირად არის ხოლმე ასეთი დიდი ადამიანების გვერდით აღმოჩნდებით და იმიტომ რომ რაღაცნაირად ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მასთან, ახლო კომუნიკაცია გვაქვს, ახლო ურთიერთობა გვაქვს მასთან, უკვე უნიშნულოს ხვდით, ან და გვავიწყდება, ან და ისე ვერ ვაფასებთ იმ სიდიადეს, ასიდიადის გვერდითაც ვდგავართ, ხო? რაღაცა ხდება ხოლმე ასე. შორიდან უფრო მეტად ჩანს და უფრო დიდი ჩანს, ვიდრე ჩვენ ახლო მისულები იგივე სიდიადესთან. უფრო უშინაურდებით, უფრო უთამამდებით, იმას ასაც დიდი გრძალვა ჭირდება. და ლოცაც მსგავსი რამე მოსდის, ოდესაც შიმშილობა ჩამოვარდება და ა ブラ ამი იძულებულია შიმშილობას გაექცეს და ის შიმშილობას გაექცევა ეგვიპტეში გაყვება ლოთიც. ჩვენ ეგვიპტურ დეტალებზე ახლა ყურადღება არ გამომახვილოთ, ცალკე თემაა და მე ვისაუბრებთ, ამაზე ძალიან მნიშვნელოვანი რამე ხდება. მაგრამ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ა ブラ ამი ეგვიპტიდან ამოდის მდიდარი და მდიდარი გამოდის ლოთიც. აი მიყვება, იცით, აი ა ブラ ამის ხვედრს იზიარებს ლოთი. იზიარებს არა ისე, რომ ლოცაც აქვს რაღაცა გამოცხადება, რაღაცა დიდი მისია. არა, უბრალოდ რადგან ა ブラ ამთან ერთად მიდის, მასთან ერთად უნდა გაიზიაროს შევიწროება, შიმშილიც, სიმდიდრეც, მიგრაციას და ყველაფერი. და ამას ლოთი იზიარებს ძალიან დიდი მადლიერებით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. და რაც თავარია, ლოთი ბევრ რამეს სწავლობს ა ブラ ამისაგან. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც სწავლობს, ეს არის ა ブラ ამის ღვთისმსახურება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ გავიხსენოთ ჩვენი ამ გადაცემათა ციკლის თავშივე დავაყენეთ ღვთისმსახურებას, არჩევანს აკეთებ. აქ საჯვარედინად გახარ. არჩევანი კეთება ღვთისმსახურების ნიშნით. ანუ არჩევანი მართებულია, რას ნიშნავს, ეს როგორ უნდა გავიაზროთ? ამ არჩევანში არის თუ არა საფუძველში ღვთისმსახურება. თუ არ არის ღვთისმსახურება. თუ არ არის, იგი არ არის მართებული არჩევანი. თუ არის ღვთისმსახურება, იგი მართებული არჩევანია. ანუ სწორ გზაზე მიდიხარ საჯვარედინიდან. ეს მნიშვნელოვანი საზომია. ლოთისთვის ა ブラ ამი არის განსახიერება სამშობლოსის, ტომისაც, მსახურებისაც, აი, ყველაფერი იმის, რასაც ადამიანი ელტვის მუდმივად იმისათვის, რომ ამ ქვეყანაზე იყოს მყარა და უსაფრთხო. ეს ყველაფერი თავს იღრეს ა ブラ ამში ლოთისთვის. კი, ასია. და თუმცა გამოცხადება არ აქვს, ისევე როგორც ნოეს შვილებს არ ქონათ გამოცხადება და გაყვნენ ნოეს, ლოთიც ასევე მიყვება ა ブラ ამს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, იმიტომ რომ მე ჩვენ შევხვდებით ერთ არჩევანს ლოთისას, რომელთანაც შეიძლება შევადაროთ ეს. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ლოთი ჩვენ თამამად შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც იმ არჩევანის მქონე, რომელიც არჩევანის გააკეთა ა ブラ ამმა, ეს ღვთისმსახურებას ბოლომდე მიყვება. მაგრამ, როდესაც უკვე ლოთი გამდიდრდება და გამდიდრდება აქ მარტო მატერიალურ სიმდიდრეზე არ არის საუბარი, შეიძლება სიმდიდრეში იგულისხმებოდეს გამოცდილებითი სიმდიდრეც, შეიძლება ინტელექტუალური სიმდიდრეც და ზოგადად ბიბლია ყურადღებას აქცევს გამდიდრებას. აი, როდესაც ბიბლიაში თუ წავიკითხავთ, აი თუ კი ბიბლია იტყვის გამდიდრდა კაცი, უნდა მოვემზადოთ იქ რაღაცა თხრობა კულმინაციას დაუკავი, რაღაცა ახალი ამბავი იწყება. ეს გამდიდრდა კაცი, ეს სათაურია ახალი ამბისა ბიბლიაში ყოველთვის. ლოთთან დაკავშირებითაც, ესე იგი ა ブラ ამი და ლოთი მდიდრები ამოდიან ეგვიპტიდან, უბრუნდებიან ამ აღთქმულ მიწაზე, უბრუნდებიან იმ საკურთხევლებს, რომლებიც ააგეს, მაგრამ ერთი განსხვავება გვაქვს უკვე. ახლა უკვე ეგვიპტიდან დაბრუნებული ლოთი ა ブラ ამთან ერთად მდიდარია. ეს იგივე ლოთია, იგივე ა ブラ ამთან, მაგრამ უკვე მდიდარი. მდიდარია ა ブラ ამზე, მდიდარია ლოთიც. აქ ძალიან საინტერესო დეტალია წმინდა წერილში წარმოდგენილი წმინდა წერილი ამბობს, რომ იწყება კონფლიქტი მწყემსებს შორის, რადგან ის მხარე ვერ იტევდა საზღვარი არ იყო საკმარისი მათი საქონლისათვის. ან შეხაროს კონფლიქტი იწყება ქვემოდან. მაგრამ საინტერესოა რა ხდება ზემოთ. ამ კონფლიქტს რამდენად ეხმიანება ა ブラ ამი და ლოთი თავთავიანთ მწყემსებს რამდენად
აი აქ არის სწორედ ძალიან საინტერესო ლოთის როგორც ა ブラ ამთან ერთად გზაჯვარედინზე წასული პიროვნების ახალი გზაჯვარედინი. იმიტომ რომ შესაძაც გამდიდრდა ჩვენ მე ვნახავთ რომ ლოთში ჩდება აზრი იმისაგან რომ მისმა სიმდიდრემ, მისმა აი ამ თელმა გამოცდილებამ შეიძლება მას მისცეს უფლება ა ブラ ამისაგან დამოუკიდებლად ა ブラ ამისაგან შორს გააგრძელოს ღვთისმსახურება, ისე ღვთისმსახურება. იმ ღმერთის მსახურება, იმ ჭეშმარიტ ღმერთის მსახურება, რომელსაც სწავლობს ა ブラ ამთან. ანუ ლოთმა დაინახა სხვა რამ საყრდენი კიდევ. კი ბატონო. უსაფრთხოებისა და სიმშვიდისა ამ ქვეყნად, ვიდრე მანამდე ხედავდა. კი ბატონო, ასიან ა ブラ ამში ხედავდა მანამდე, ეხლა გამდიდრდა და აქცენტი აქვს თავის სიმდიდრეს. რაღაც ხო, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ სიმდიდრე აუცილებელი მატერიალურიც იგულისხმება თავისთავად ცხადი, არ გამოირიცხება, მაგრამ აუცილებელია რა, მხოლოდ მატერიალური ვიგულისხმოთ. ნამდვილად არ არის აუცილებელი. და აი აქ არის ძალიან საინტერესო, ვინაიდან ეს გზაჯვარედინი, რომელიც აღმოჩნდა ლოთისათვის, თურმე ეს გზაჯვარედინი ლოთის კი არ არის იმდენად, ამდენად ა ブラ ამია კიდევ ერთჯერ გზაჯვარედინზე მისული და ა ブラ ამთან ერთად მიადგა გზაჯვარედინს ლოთი. აი ეს არის ძალიან საინტერესო. ვინაიდან კონფლიქტი რომელიც დაიწყო მარტო ლოთის წყებსებზე არა, ლოთის ა ブラ ამის წყებსზე, ანუ ეს კონფლიქტი ა ブラ ამამდეც არის, მარტო ლოთამდე არ არის. აი კიდევ ერთხელ დგანა გზაჯვარედინს, აი ხლა აი თხრობა საინტერესო არის იმდენად, რამდენადაც რა არჩევანს გააკეთებს ა ブラ ამი, კიდევ ერთხელ მორი გზაჯვარედინთან და რას გააკეთებს ლოთი. აი წმინდა წერილის თხრობა ამ ადგილას ხაზგასმით მიგვითითებს რომ მათი გზები იყნება. ერთი ერთ გზაზე მიდის, მეორე გზაზე მიდის. მაგრამ როგორ ხდება ამის არჩევა? ეს არის ძალიან საინტერესო. ახლა იერარქიის თვალსაზრისით და ისტორიული პროცესების თვალსაზრისით ა ブラ ამს აბსოლუტურად უფლება აქვს უთხრას ლოთს, შვილო თუ ვერ ეტევი წადი შენ გზაზე. ანუ პირდაპირ მიუთითოს არა გზაჯვარედინთან დააყენოს ლოთი, არამედ პირდაპირ მიუთითოს რაღაც გადასახვევზე და უთხრას რომ შენ აქეთ გაუხვია და წადი ამ მიმართულებით. მაგრამ ასე არ ხდება. ა ブラ ამი ლოთს ეუბნება რომ არჩევანი გააკეთოს თვითონ. ლოთს უთმობს არჩევანს. აი მთელი ქვეყანა მის წინაშე. თუ მარჯვნივ წავა ლოთი, მარცხნივ წავა ა ブラ ამი, თუ მარცხნივ წავა ლოთი, მარჯვნივ წავა ა ブラ ამი. ძალიან საინტერესოა ამ არჩევანის შეთავაზების წინაპირობა, რასაც თვითონ ა ブラ ამი ამბობს, რომ ნუ იქნება დავა ჩემსა და შენ შორის, ჩემს წყემსებსა და შენ წყემსებს შორის. რატო? რას ერიდება ა ブラ ამი? იქ წყემსები რაღაცას დაობენ. ა ブラ ამი ძალიან მდიდარია და ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ ის საკმაოდ გავლენიანი და ავტორიტეტული პიროვნების სახელით სარგებლობს იმ გარემოში, რომელ გარემოში ის იწყებს ხეტიალს, ანუ აღთქმის მიდამოებში. ძალიან გავლენიანი პიროვნება ხდება. და რაღაცა წყემსების კონფლიქტი ა ブラ ამისათვის ძალიან მარტივად მოსაგვარებელია, როდესაც მოგვიანებით ბიბლია საერთოდ სამხედრო ექსპედიციის შესახებ იწყებს საუბარს ა ブラ ამის მეთაურობით. ძალიან მარტივად მოაგვარებს, მაგრამ ა ブラ ამი სხვა რამეზე ღელავს. აი იმ პირველ არჩევანზე ღელავს. ის არჩევანი არ უნდა დაიყოს, რა არჩევანი? ღვთისმსახურებაზე რო გააკეთა არჩევანი. ა ブラ ამი ღელავს, აი საეგზეგეტიკურ ლიტერატურაში ძალიან ბევრი მამა აქცევს ამას ყურადღებას, რომ ა ブラ ამისათვის მიუღებელია რომ მისი წიაღი დაემსგავსოს იმ წიაღს, რომელიც წიაღსაც ხედავენ წარმართების შემთხვევაში. იქ არის ასეთი კონფლიქტები, იქ არის ასეთი გაუგებრობები, იქ არის ასეთი გაუტალნობები, იქ არის ასეთი ურთიერთჩაგვრა და ურთიერთუპატივისცემლობა. აი იმას არ უნდა დაემგვანოს ა ブラ ამის წიაღი. რატო? იმიტომ რომ ა ブラ ამთან სხვა ღმერთი იდიდება. არ უნდა იყოს ეს რაღაცა კრებული, რომელიც შემოვიდა ქანაანის ტერიტორიაზე და თვალი გამოაყოლა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაკვირვებით, ვინაიდან ძალიან თამამა, ძალიან მამაცი ნაბიჯებით შემოდის ეს რაღაცა კრებული. არ ეშინია მუცხო მიწაზე ასე თამამად მარტო შემოსვლისა. აი სწორედ აქ ა ブラ ამს აქვს თავარი ის აკურთხეველს, რომელსაც ის აგებს, ღმერთს, რომელსაც ის ემსახურება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემგვანოს, არ უნდა გაიგივდეს ეს ყველაფერი წარმართულ რეალობასთან. და იმდენად რამდენადაც ეს სხვა არის, იმდენად რამდენადაც ეს პრინციპულად სხვაობს წარმართობისაგან, გარემოც შესაბამისი უნდა იყოს, ცხოვრების წესით შესაბამისი უნდა იყოს. ჩვენ ეს ხშირად გვეშლება, ჩვენ ხშირად ქრისტიანობას გამოცხადებით ჭეშმარიტება დაგვყავს რაღაც გარეგნულ ფორმამდე, დაგვყავს რაღაცა ფორმალურ აღიარებამდე, იმ დროს, როდესაც ეს არის ცხოვრების წესი, აზროვნების ფორმა. ასე ცხოვრობ, ასე აზროვნებ. დანარჩენი გარეგნული გამოხატულება რაღაცა დეტალებისა, რაღაცა მომენტებისა, თორე სინამდვილეში შენ სულ სხვა რამე გადარდებს. როგორ აზროვნებ, როგორ ცხოვრობ
და ამიტომაც აბრაამი ეუბნება, ნუ იქნება ეს კონფლიქტი, ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს. ხო, კონფლიქტის მოგვარება მე შემიძლია, მაგრამ არჩევანს გაძლევ შენ. შენ რას გააკეთე? და აი აქ საოცარ ამას იტყვის გამდიდრებულ ლოცვზე წმინდა წერილი. აი, თითქოს და შეეძლო ბევრი სხვა რამე ეთქვა, მაგრამ ისე ლაკონურია და ისე სრულია ბიბლიური უწყება, რომ ამის ყურადღებობა სრულიად წარმოუდგენელია. ლოთი გაიხედავს და იწყებს ადგილის ძებნას, სადაც უნდა წავიდეს ის. ერთი სიტყვაც არა მამამთავარ აბრაამისადმი, რომ მე შენ გამოგყევი, ამ გზაზე შენთან ერთად წამოვიდე. სად უნდა წავიდე? სად უნდა წავიდე რა? ან თუ წავიდე, შენ მითხარი სად წავიდე, ან და თუ არ უნდა წავიდე, მითხარი რომ არ უნდა წავიდე. აი ეს არის რაც სიმდიდრემ გაუკეთა ლოტს. კიდევ ერთხელ ამბობ, არა მარტო მატერიალურმა, არამედ მთელმა იმ სიმდიდრემ, რომელიც შეიძლება მატერიალურ სიმდიდრესთან ერთად ეგვიპტიდან წამოიღო ლოთმა. რა არის ეს სიმდიდრე? ის რამაც რაღაცნაირად იქ გამდიდრდა აბრაამი არ გამოცვლილა. პირიქით უფრო გამტკიცდა თავის წვენაში. არა, ლოთთან უკვე ცვლილება იწყება. ის იწყებს ტერიტორიის არჩევას, საერთოდ უნდა წავიდეს. ახლა მეორეა ძალიან საინტერესო. რატო გააკეთა ეს ლოთმა და რატო შესთავაზა აბრაამმა? ისევ წვენასთან მივდივართ. ისევ ამ გზაჯვარეთან მივდივართ და რატო? ნახეთ, ღმერთმა აბრაამს უთხრა ეს მიწა შენთვის და შენი მოდგმისთვის მომიცე და აბრაამ ეს ირწმუნა. ახლა აბრაამს საინტერესოს ღვთისნება როგორი იქნება. და იმისათვის რომ ეს ნება გაიგოს, თვითონ იკვეთავს ნებას აბსოლუტურად. აი ლოთი რასაც აერჩევს, მეორე რაც იქნება, ის იქნებს აბრაამი ამ შემთხვევაში მარჯვნივ წავათო, მარცხნივ წავა, ორივე შემთხვევაში იმ მიწაზე მიდის, რომელი მიწას ღმერთმა მას და მის მოდგმას მისცა. არსებითად მისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის მნიშვნელობა სულ სხვა რამე აქვს, ამიტომ სხვა რამეს აქვს, ამიტომ არჩევანს აძლევს ლოთს. ლოთი როგორც აირჩევს. აი ლოთის არჩევანი ახლა არის საინტერესო. ლოთი აბრაამს არ ეკითხება რა გააკეთოს. არამს თუ არ ეკითხება ლოთი, ლოცვასაც კი არ იწყებს იმისათვის, რომ ღმერთი შეეციოს. თვითონ აკეთებს ამას ყველაფერს. თვითონ იცის, რომელი მხარეა კარგი, თვითონ იცის, სად იქნება წარმატებული მისი მოღვაწეობა. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ წმინდა წერილი კონფლიქტის მხარეებს შორის ასახელებს მაინც და მაინც წყემსებს. წყემსი წმინდა წერილში მხოლოდ ის არ არის ზღვარზათი კანსოდას და წყემსი წმინდა წერილში შეიძლება გავიგოთ როგორც სამისიონერო გზაზე შემდგარი პიროვნება, რომელმაც უკვე იცის მამის გარეშე როგორ იქადაგოს ჭეშმარიტება, მამის გარეშე როგორ დაამოწმოს ჭეშმარიტება. აღარ არის საჭირო მამა. აღარ არის საჭირო მორჩილება, აღარ არის საჭირო მისი სიყვარული. მის გარეშეც უიმისოდაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. ქვეცნობიერად, ამიტომაც მის დაუნებურად რაღაცა აზრით ის ვეღარც ლოცვის საჭიროებას ხედავს, ვეღარც თავშეკავებული ცხოვრების საჭიროებას ხედავს, ვეღარც თავდაბლობის საჭიროებას ხედავს, რადგან სიმდიდრე მას უკვე ბევრი რამეს თავაზობს და ბევრი მოღვაწეობის საშუალებას აძლევს. მისთვის ახლა საყრდენი არის არა მორჩილება მამისა, რომელსაც ღმერთი ეცხადება და უმნიშვნელოვანეს აღქმას აძლევს, არამედ მისთვის უკვე საყრდენია მორჩილება იმ სიმდიდრისა, საკუთარი გამოცდილებისა, რომელიც მან უკვე მოიპოვა. აი, აქ უკვე ლოთის არჩევანი არის, ასე ვთქვათ, ის თვითონ ღვთისმსახურებას განაგრძობს. ჩვენ ვიტყვით ახლა ცოტა ხანში. ლოთს ღვთისმსახურებისათვის თავი არ დაუნებებია. ლოთი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება და ადამიანია, მაგრამ უნაყოფო ხდება უკვე მისი მისიონერობა. აზრი კარგება. ნაყოფი აღარ აქვს. იმ დროს, როდესაც აბრაამს უცხოტომელები პატივსემენ და ხმამაღლა ხაზგასმით ამბობენ, რომ ღვთიური მთავარი ხარ ჩვენ შორის, ანუ აბრაამის ღმერთს როგორც ღმერთს აღიარებენ, თავისთავად ხადია მონოთეიზმის იდეამდე არ მიდიან და თავიანთ კერპებს არ უარყოფენ, მაგრამ აბრაამის ღმერთი მათთვის ასე ვთქვათ, ანგარიშგასაწევია, საყურადღებოა იმ დროს, როდესაც ლოთს ოჯახის წევრებიც არ უსმენენ. უნაყოფოა მისი მისიონერობა, უნაყოფოა მისი ქადაგება. კი, ლოთიც ქადაგებს იმავე ღმერთს, რომელ ღმერთსაც ამოწევს აბრაამი. ლოთიც საკმაოდ მაღალზნეობრივი ცხოვრების ცხოვრობს. ლოთს ძალიან დიდი სულიერი სიმტკიცე აქვს გამოჩენილი ბიბლიის ფურცლებზე. თავისთავად ცხადია, მაგრამ უნაყოფოა ეს ყველაფერი. არაფერი თითქოს მოწყვეტილია ძირითად შვედს. კი. და ნაყოფი არ გამოგა, იმ აცხოვრის გავირუა. რომელიც მოწყდება, ნახს, უბრალოდ არაფერს აღარ ვარკებს, უნაყოფო ხდება ეს. ნასხლავი, რომელიც მოწყვეტილი არის ვაზისაგან. კი. ამიტომაც, როდესაც ლოტის არჩევანია სხვა მხარეს, ეს სხვა მხარეს კონკრეტება ბიბლიაში რა არის? ეს არის ნაყოფიერი ველები სოდომთან.
არა სოდომში შესვლა ცოტა მოგვიანებით მოხდება, არა. ლოთი ირჩევს სოდომის მისადგომებთან ადგილს. ზოგადად სოდომის საკმაოდ მდიდარი ქალაქი იყო და როგორც გასამდიდრებლად აკეთებს ამას, კიდევ უფრო რომ გამდიდრდეს. ხო, უფრო ლოთისათვის ეს სამისინრო გზა ძალიან უკავშირდება სიმდიდრის მოხვეჭას, ძალიან უკავშირდება რაღაცა სამქვეყნიურ კომფორტს, რომელმაც შეიძლება მას ბევრი პრივილეგიები და ბევრი საშუალებები გამოუჩინოს. იმ დროს, როდესაც აბრაამთან სიმდიდრე არის რაღაცის შედეგი, რაღაცის ნაყოფი, ლოთთან სიმდიდრე ხდება გარკვეულწილად საყრდენი, მიზანი, საშუალება იმისათვის, რომ რაღაცნაირად თავარი მიზანი. კი. ამიტომ უკვე ლოთის მისიონერობაში გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი ნაკლი, მის ღვთისმსახურებაში გვაქვს ძალიან დიდი ნაკლი, მისი ღვთისმსახურება ვეღარ არის ნაყოფიერი. ეს არ არის მიცემული ეს ღვთისმსახურებას, როგორც მიცემული ამას მამამთავარი აბრაამი. აი ეს საჯვარედინი, საიდანაც ლოთი გადაუხვევს სოდომისაკენ, არა იმიტომ რომ სოდომური რამე იზიდავს, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ სოდომის მხარე, გომორას მხარე ცნობილია თავისი სიმდიდრით, თავისი ეკონომიკური ძლიერებით. ჩვენ გვაქვს აპოკრიფული უწყებები იმასთან იუდაურ წიაღში სხვათა შორის საკმაოდ ისე აქადური თქმულებები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სოდომში პრაქტიკულად ღარიბი სოდომელი არ არსებობდა. შეიძლება სოდომში ღარიბი გამოჩენილიყო, მაგრამ ღარიბი სოდომელი არ არსებობდა. და ზოგადად სოდომის ამ ქალაქ სახელმწიფოს ეკონომიკისათვის ღარიბი ტვირთი იყო ერთგვარი, რომელიც ამ ქალაქის სამეფოს განვითარებას ხელს უშლიდა და არ შეიძლებოდა ღარიბი სოდომელი ღარიბი ყოფილიყო, ის უნდა მოკვეთილიყო და მდიდარი უნდა ყოფილიყო აუცილებლად. შესაბამისად ღარიბები, რომლებიც დადიოდნენ სოდომში, ზედეტყობოდათ, რომ ისინი სოდომში იყვნენ, მაგრამ სოდომელები არ იყვნენ. სოდომის საკუთარ მოქალაქედ იმას არ მიიღებდა არავითარ შემთხვევაში, ის აუცილებლად სოდომელი უნდა გამხდარიყო ცხოვრების წესით, აზროვნების ფორმით, გამდიდრებული იყო ამ ნიშნით და შემდგომ ის სოდომის, ასე ვთქვათ, ღირსეული მოქალაქე გახდებოდა, როგორც აი ეს აპოკრიფული თქმულებები იუწყება, თუმცა ბიბლიური უწყება ცოტა მოგვიანებით შეეხმიანება სწორედ აი ამ უწყებას და ამ უწყებაში არაფერია მიუღებელი და რაღაცა ისეთი სკანდალური და კატასტროფული, რომელსაც შეიძლება ასე ვთქვათ ყურადღება არ მივაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული არჩევანი აქვს გაკეთებული. ლოთს ის სხვა საყრდენს პოულობს და აი ამ მატერიალური თუ გამოცდილებითი სიმდიდრით წახალისებული აბრაამის ფარველობას თუ აბრაამის წიაღში ყოფნას არჩევს, რომ მისდიოს გამდიდრების საქმეს. და სადაც დასახლდება, ჯერ ცხოვრობს სოდომთან ახლოს, მერე შედის სოდომშიც. მერე ხდება მისი ტყვედ ჩავარდნა, ხო? სოდომს შემოესევა 5 მეფე, დაატყვევებენ, გააპარტახებენ იქაურობას, მერე აბრაამი იხსნის ლოთს. აი მანდაც ლოთს აქვს რაღაც არჩევანი, რასაც აკეთებს ის და შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორ ათავისუფლებს აბრაამი აბსოლუტურად გეთანხმებით და მერე ამ მეფეების შეთავაზებას როგორ პასუხობს. აბრაამი სულ ცდილობს რომ თავისუფალი იყოს იმ აღთქმულ მიწაზეც კი, რომელიც ღმერთმა მას აღუთქვა, რომ ჩადის, ხედავს რომ სხვები არიან დასახლებულები და მათგან ყიდულობს ამ მიწას. თუმცა ისინი ეუბნებიან რომ ჩვენ დაგითმობთ, მაგრამ აბრაამს ურჩევნია რომ არ იყოს ვალში არავისთან. და აი აქ დამოკიდებულება ლოთისა და აბრაამისა მატერიალურთან დაკავშირებით რადიკალურად სხვადასხვა არის. უკვე სხვადასხვა. ხო, აბრაამი ცდილობს რომ მატერიალური მოივაჭროს თავისუფლება და უკეთესი არჩევანი და ლოთს მათ უჭირს ცოტა. საინტერესოა ის, რომ აი აქ როდესაც ტყვეობიდან აბრაამი ათავისუფლებს ტყვეებს და მათ შორის ლოთს ომის კანონებიდან გამომდინარე და ტრადიციიდან გამომდინარე ლოთი ხდება უკვე საკუთრება აბრაამის.
როგორც საკუთრება იყო ის დამტყვევებელი მეფეების, ახლა საკუთრება ა ブラ ამისა, რომელმაც ყველაფერი, მთელი ალაფი მთელი და მათ შორის ლოთიც. აი აქ თქვათ ორი სიტყვით, რომ 5 მეფეს ამარცხებს და ათავისუფლებს სოდომის მეფესაც და ქონებასაც იბრუნებს, რაც მათ გაიტაცეს. სოდომელებს კიდევ რამდენიმე ქალაქია ჩამოსვლილი და ეს ყველაფერი ხდება ა ブラ ამის. და საინტერესო ის, რომ აი ამ შემთხვევაში ამ ტყუობით ღმერთმა ლოთი დააბრუნა ა ブラ ამთან. თორე სხვაგან არის ლოთმა არ გააკეთა ის არჩევანი, ა ブラ ამთან უნდა იყოს. მაგრამ ა ブラ ამია საოცარი. ა ブラ ამი თავისუფლებას აძლევს ყველას. არ უნდა ა ブラ ამს არ ჭირდება. აი ეს ალაფი თავის სიმდიდრისათვის, რატო ამას ნახავთ. და უფრო საინტერესოა ლოთი, რომელიც ისევ წავადა სოდომში დასახლდება. ლოთი არ მოbrunდება ისევ ა ブラ ამთან. სიმდიდრე, რომელიც სიმდიდრეს შესთავაზა მას სოდომა, ლოთისათვის უკვე ძნელად ასათმობი, ის მას ვეღარ ათმობს. მით უფრო დაკარგული ხელახლა მოიპოვა და აღარ უკურდება ვისგან და როგორ მოიპოვა. ა ブラ ამის მხრიდან ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ნაბიჯი ა ブラ ამს შეხვდება სალემის მეფე მელქისედეკი დალოცავს, ა ブラ ამი მას მიათეთ შეწირავს და შეხვდება სოდომის მეფე. ეს უფრო უფლისწული უნდა იყოს და არა ის მეფე, რომელიც ასე ვთქვათ ამ სამხედრო პერიპეტიებში იყო ჩართული და სოდომის მეფე საოცარი თავხედობით მიმართავს ა ブラ ამს. ზოგადად სოდომური სიბილწე არ იწყება მოულოდნელად, მას თავისი წინაპირობა აქვს. აი ეზეკიელ წინასწარმეტყველს რომ მოусმენთ, სოდომურ ცოდვას მთელი რიგი სნეობრივი გაუკუღმართებები უძღვის წინ. ეს არის ვერცხლის მოყვარეობა, თავხედობა, უცხოთმოძულეობა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. სოდომური სიბილწე, რომელთაც რა ტერმინითაც ცნობილია, სექსუალური აღვირახსნილობა ადამიანის ცხოვრებაში, ცხოვრების აზროვნების წესის შემდგომ იწყება. ის არ არის ესე, რომ ვიღაცა ორშაბათს დაწულა დაიძინა, სამშაბათს გაიღვიძა და ახლა სოდომური ცხოვრების წესი უნდა. არა, დიდი წინაპირობა ის აზროვნებდა ასე. აზროვნების ფორმა ქონდა, ასეთი მენტალური წყობა ქონდა, ასეთი. შემდგომ მივიდა ხორციელ გამომივლ ხორციელ გაუკუღმართებამდე, თორე ეს მოულოდნელად არ ხდება, ასე არ იწყება. და აი ეს თავხედი, ეს სოდომის, ასე ვთქვათ, ახალი მეფე უფლისწული იმისა. ა ブラ ამს ეუბნება, რომ მოქალაქეებიო დამიბრუნო და ქონება შენ ქონდეს, რატო? ერთის და მეორეც ა ブラ ამის, ა ブラ ამს ეკუთვნის, ა ブラ ამა მოიპოვა, მოიალაფა ეს ყველაფერი. შეიძლება ა ブラ ამა გამოიჩინოს კეთილინება, ეს სხვა რამეა. მაგრამ რატო აყენებს ასე? იმიტომ რომ ის სოდომის ის დიდარი და გავლენიანი სოდომის უფლისწული მეფეა უკვე. მას აქვს ამისი, ის უფლებას აძლევს თავის თავს ასეთი რამის კეთების. და ა ブラ ამი მიუბრუნდება და ეტყვის. ასე კი არა, რომ ქონება მე დავიტო მოქალაქე, არა. ფეხსამოსის თასმასაც კი არ წავიღებ შენგან. რატო? იმიტომ რომ არავინ თქვას, რომ ა ブラ ამის სიმდიდრეში წილი უდებს სოდომელთან. და თქვას მე რა მოხდა? აი მაგალითად ა ブラ ამს ყავდა მოკავშირეები, მამრე ძმა, რომლებმაც თავთავიანდი წილი ლაშქარი გამოიყვანეს, ა ブラ ამის წილი ლაშქარი მხოლოდ 78 იყო. იმათმა თავთავიანდი წილი წაიღეს, სულ არ უდარდიათ იმაზე, რომ ვიღაცა იტყოდა, რომ ამათ სიმდიდრეში სოდომელთა მეფეს აქვს, სოდომურ ქონებას აქვს, სოდომურ სიმდიდრეს აქვს წილი. არავის არ უდარდია ამას. ა ブラ ამი დართობს. რატო არავინ არ უნდა თქვა და რო თქვას რა მოხდება? და აი აქ წმინდა წერილი უბრუნდება იმას, ასეთაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი. ეს მიწა მისი და მისი მოდგმისთვის აქვს მას მიცემული. და ჯერ ა ブラ ამს შვილი არ ყავს, თავმოვლობა არ ყავს და აი მანამ სანამ არავინ არ ყავს, სწორედ მაშინ იწყებს იმაძე ზრუნვას, რომლის ყოლაც იწამა უკვე ა ブラ ამმა, მიიღო ღმერთისაგან, მის მოდგმას არავინ არ უნდა უთხრას. რო არა ჩვენი წინაპრის, რო არა ჩვენი მოდგმის, ქონება, დახმარება, თქვენ ამ მიწაზე, თქვენი მამამთავარი ვერ გაჩერდებოდა, ფეხს ვერ მოიდგავდა. ერთადერთი ა ブラ ამის მოდგმა ეს უნდა იცოდეს. ერთადერთი ვიზეთ შეიძლება ითქვას, რომ რო არა ის, შენ აქ ვერ გაჩერდებოდი, ეს უნდა იყოს ღმერთი. ეს უნდა იყოს მორჩილება ღვთისა, ეს უნდა იყოს ღვთისმსახურება. ამას უნდა დაეფუძნოს ისრაელი. ისრაელს არავინ არ უნდა წამოაძახოს, რო არა სოდომელთა მეფე, რო არა სიქემის, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობა, რო ეს არ შეიძლება, რო არა ეგვიპტური, რო არა ფილისტიმური, ასე ვთქვათ, პერიპეტიები, ეს არავინ არ უნდა წამოაძახოს ისრაელს. ისრაელს ერთი რამე უნდა ახსოვდეს, რო არა ღვთისმსახურება, ის ვერ იქნებოდა. ღვთისმსახურებაზე
დგას და ეფუძნება ისრაელის იდენტობა. და მისი ისტორიაც ეს არის. უბრუნდება ღვთისმსახურებას იდენტობას ინარჩუნებს. წყდება ღვთისმსახურებას მისი იდენტობა კითხვის წინ დგება და ტრაგიკული მოვლენები იწყება მის ისტორიაში. აი ამ სულისკვეთებას უყურებ თითქოს და შეიძლება ვთქვათ რაღაცა აზრი გაჩნდეს რომ აბრაამს უბრალოდ სოდომელებისგან არ უნდა არაფერი როგორც ამ ბილწი იმისგან თორე სხვა რამ რო ყოფილიყო აბრაამი უარს არ იტყოდა. ასე თქმა არ შეიძლება. როდესაც სოდომის დანგრევაზე და სოდომთან ერთად სხვა ქალაქების გომორასა და სხვა ქალაქების ღვთისაგან მოვლენი უმძიმეს სასჯელზეა საუბარი. ამ სასჯელს წინ უძღვის აბრაამის ლოცვა ამ ქალაქებისათვის. ეს უმნიშვნელოვანესი ადგილია წმინდა წერილში და ჩვენ საერთოდ ხშირად მორწმუნე გონია ადამიანი, რომელიც ღმერთს ან უთანხმდება, ან უკვეთავს ცოდვილის დასჯას. იმ დროს, როდესაც ასეთი დამოკიდებულება, ასეთი სულისკვეთება მორწმუნისათვის აბსოლუტურად თვისობრივად უცხოა. ზოგადად ქრისტიანობა ხას უსვამს ამას, რომ უნდა გძულდეს არა ცოდვილი, არამედ ცოდვა. ცოდვილის შეძულების მორალური უფლება არა აქვს ქრისტიანს, არ შეიძლება ცოდვილი გძულდეს, იმიტომ რომ ცოდვილის სიძულვილი ასებითად უცხოა ქრისტიანობისათვის. ცოდვა უნდა გძულდეს. პირდაპირ ოქროპირი ამბობს, რომ გძულდეს ავაზაკობა და არა ავაზაკი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად გვეშლება და ხშირად ჩვენი წმენა უკავშირდება საღვთო სამართლის აღსრულების მოლოდინს, არა საღვთო წყალობის მოლოდინს, არამედ სამართლის აღსრულების მოლოდინს. თავისთავად ცხადია ღმერთში თანაბრად არის გამოხატული, აბსოლუტურად თანაბრად. მაგრამ შენგან დამოკიდებულება არის ძალიან საინტერესო. აი, როდესაც აბრაამთან დაკავშირებით თქვამია, რომ აბრაამს ეუწყება ღმერთი რის გაკეთებას აპირებს სოდომში, აბრაამი იწყებს მათთვის ლოცვას. იქნება ღმერთმა შეიწყალოს ეს ქალაქები. 50 მართლისათვის იქნება შეიწყალოს და დავა 10-მდე. ჩვენ გვაქვს ალექსანდრიული კოდექსი, სადაც 5-მდეც კი დადის აბრაამი. იქნება 5 მართალი მაინც. სხვა რედაქციები 10 მართალი მაინც თუ იქნება ღმერთი. წარმოიდგინეთ 5 ქალაქში 10 მართალი უნდა მოინახოს. ახლა აბრაამისათვის 4 ცნობილია უკვე, მინიმუმ 4, ეს არის ლოთის ცოლი, მისი ერთი ქალიშვილი, მისი მეორე ქალიშვილი. ანუ 5 ქალაქში დარჩა 6 კაცი მოსანახი და ნუ თუ ეს არ იქნება. აბრაამი ლოცულობს ცოდვილებისათვის, ლოცულობს სოდომელებისათვის. რადგან არ არის აბრაამი პიროვნება, რომელიც ამბობს, რომ ამათგან არაფერი არ მინდა, იმიტომ რომ ისინი ძულს არ, ამათგან არაფერი არ და სულ სხვა რამის გამო და არა იმიტომ რომ ისინი ძულს. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. და საინტერესოა თვითონ ლოთი სოდომში. როდესაც მის გადასარჩენად ეგ ანგელოზები მიდიან, ჩვენ საინტერესო უწყებას ვიღებთ წმინდა წერილში. ლოთს სოდომში ყავს ქალიშვილები, რომლებმაც მამაკაცი არ იციან. აი მას მივაქციოთ ყურადღება. ხშირად იტყვიან ხოლმე რომ სხვა დროა, ახლა ეს დროა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. და ამით უნდათ გამართლება თავიანთი დაბალი, სულიერი თუ ზნეობრივი, ასე ვთქვათ, მიმართებებისა. და წმინდა წერილი პირდაპირ გვიმოწმებს, რომ თუ ქალწულების დაცვა გინდა, ამის გაკეთება შეგეძლია სოდომშიც. აი უმძიმეს გარყვნილ სივრცეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან ის რომ ლოთი სოდომში ცხოვრობს, მაგრამ სოდომელი არ არის, ერთია რომ სოდომში არ ცხოვრობდე და არ კონდეს ეს, ასე ვთქვათ, ბრძოლები, არ კონდეს ეს გარემო და მარტივად გადაგქონდეს ეს ცდუნება, მაგრამ მეორეა, როდესაც სოდომში ცხოვრობ და სოდომელი არ ხდები. ლოთი საკმაოდ დიდარია, ლოთს შეიძლება უთხრათ, რომ საპატიო მოქალაქის სტატუსით სარგებლობს და ლოთს იტანენ აბრაამის გამო. და პირდაპირ ეთქვიან გუში თუ გუში წინ მოსულ ხარ გმურად და უკვე სამართალს განაგებ. ჩუმად იყავ თუ უარეს გაგიკეთებთ, ანუ როდესაც შეურაცხყოფის მიყენება, როდესაც სექსუალური ძალადობის გამოხატვა სურთ ლოთის სტუმრებისადმი, როდესაც ლოთი არ ანებებს ამას, წამოაძახებენ. გიტანთ რაღაცის გამო, მაგრამ სოდომურ წელჩეულობას, სოდომურ ტრადიციებს თუ შეეხები, მაშინ უარეს დაგმართებ და სად არიან დაივიწყონ ის,
რაც აბრაამმა გაუკეთა თავის დროზე. და ლოთი აგრძელებს სოდომში ცხოვრებას. ლოთი აგრძელებს უყურებს ამ ყველაფერს, ამ ქადაგებს, ლოთი ქადაგებს. ლოთი სოდომში ცხოვრებით ქადაგებს, მაგრამ უნაყოფოა. ლოთს სასიძუები ყავს და სასიძუები დასცინიან. ლოთს ცოლიც არ უსმენს. ალბათ იმიტოა უნაყოფო, რომ ძირითადი საქმიანობა ლოთის გამდიდრება საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს მისი ცხოვრების. კი ბატონო. კი, ღვთისმსახურებაშიც არის, მაგრამ გარედან ეს ჩანს როგორც დანამატი მისი ცხოვრებისა. ამოტრიალებულია. და ძირითადი საქმიანობა ლოთისა არის გამდიდრება. და რეალურადაც მოტივაცია ეგ არის ლოთის, რატომაც ცხოვრობს სოდომში. განეშორა აბრაამს, ჩავიდა ამ ქალაქში. ხო, ჩავიდა ამ ქალაქში და როგორი კონტრასტი არის ლოთის დამოკიდებულება სიმდიდრისადმი და აბრაამის დამოკიდებულება სიმდიდრისადმი და აქვე უნდა ითქვას აბრაამი გაცილებით დიდარია ლოთს. გაცილებით. და მიუხედავად ამისა აბრაამი ამ თავის სიმდიდრეს ფლობს და ლოთს ფლობს თავისი სიმდიდრეს. ასე. ანუ დაუქვემდებარა. ანუ გაშორდა რა აბრაამს თავი დაუქვემდებარა იმ წესს, რომელიც მას გაამდიდრებს. აბრაამთან სიმდიდრე ეფუძნება მის ღვთისმსახურებას, ხოლო ლოთთან სიმდიდრეს ეფუძნება ღვთისმსახურება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლოთზე და აბრაამზე და მე ვთქვი საჯვარედინებზე. აი ლოთის საჯვარედინზე აცდენასწორად აქ მოხდება. როდესაც ის ორჯერ, აი როგორ არის ის, აი წარმოიდგენ საჯვარედინი გადაუხობს, აი ივლის წრეზე და ისევ იგივე საჯვარედინზე მოვა. მაგრამ ისევ გადაუხობს. ისევ წავა იგი. ისევ წავა. მე ჩვენ გვაქვს ახლა პირდაპირ წმინდა წერილში არ წერია, მაგრამ გვაქვს კარტამოცება ძალიან საინტერესო, რომელსაც ეს წმინდა მამა აქტიურად იყენებს. იმასთან დაკავშირებით, რომ ლოთი მერე ისევ დაუკავშირდება აბრაამს. ამ წრიდა კიდევ ვრუნდება აბრაამთან, კიდევ ვრუნდება და შემდგომ რაღაც ესე იგი იმაზე რაღაც აპოკრიფული თხრობა ლოთი. გიორგი, დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი რამ გამოვყავით. დამოკიდებულება აბრაამისა და ლოთისა ამ ქვეყნიური სიმდიდრისადმი და ღვთისმსახურებისა. და ღვთისმსახურება და ჩვენ წინა გადაცემებში საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მისწრაფებები. ოღონდ პრიორიტეტი რა არის მის ცხოვრებაში? ეს განსაზღვრავს შემდგომში მის ცხოვრებასაც, ღმერთთან დამოკიდებულებას და ჩვენ საერთოდ ლაპარაკობდით, თქვათ, სეითის და კაენის ცივილიზაციებზე. იქაც იყო მსახურება, ცივილიზაცია, როგორც კულტურული თუ რაღაც მეცნიერული წინსვლის შემცველი, ერთგანაც იყო და მეორეგანაც განსხვავება იყო პრიორიტეტულად ვინ რა ადგილს უთმობდა ღვთისმსახურებას და რა ადგილს მატერიალურზე ზრუნვას. და აი აქაც ეს ორი კონტრასტული ერთმანეთისადმი დამოკიდებულება გამოიყო აბრაამისა და ლოთის ურთიერთშეპირისპირებისას. მადლობას გიხდი მობრძანებისათვის, მაყურებელს ვეტყვი, რომ შემდეგ გადაცემაში ჩვენ კვლავ განვაგრძობთ საუბარს აბრაამზე. აბრაამის ცხოვრება არის სავსე, ესეთი არჩევნებით და საჯვარედინებზე მისი გზის გავლით და გავაგრძელებთ აბრაამის შესახებ თხრობას შემდეგ გადაცემაში. ახლა დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.